მიზეზი როგორც ნინო მითხრა არის ის რომ თამთამელაშვილის წიგნის პრეზენტაცია არის წერალთა სახლში და აქტიური ქალები იქ არიან გამოტოვეს ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რომ მართლა საინტერესო იყო მაგრამ გამოტოვებენ ძალიან საინტერესო დისკუსიას დღეს აქ მეორის ფონდში ეხლა რამდენი ღონისძიება ხდება? არა, მხოლოდ ეს კი. სოფჩაკის წიგნის პრეზენტაცია. სოფჩაკის წიგნის პრეზენტაცია. კი. ბუკას სამინისტროს აქვს სწორედ ევროინტეგრაციაზე რაღაც ღონისძიება. დიდი ხანია თვინა არ ყოფილა აქ ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია რომ თვინა არის და რა თქმა უნდა ეს დისკუსია ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის და დღესაც დასრულდება და იმედი მაქვს რომ ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ თემაზე თემაზე რომელსაც დავარქვით შედგა თუ არა საქართველოს ევროპული არჩევანი შეიძლება დავარქვათ უკვე შედგება თუ არა საქართველოს ევროპული არჩევანი მე საერთოდ ასე დავარქვით დისკუსიას თუმცა უმრავლესობა ალბათ ის რომ შედგა რა არის ამას მოდით ასე ვქნათ რადგან ქალბატონი თინა ვილნიუსში იყო დავიწყოთ თინათი ალბათ გვიამბობს იმას რაც ნაკლებად იცის ჩვენ მასაც უბრალოდ ჯერ არ ვიცხამს არ ვარ შალახოზე ვიდოქა ეგრეთ 20 წუთი მე მგონი საკმარისი 15 კარგი 15 მადლობა შალახოზე გადავწყვეტ ჩვენ თახტით ყველა ეს სამწუხარო იყო მეგობრების მიერ არსებად შერჩეული ესთეტიკა ბიზნესისთვის. დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ მე თვითონ სამიც არ ვესწრებოდი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის სამთავრობო იყო და თავის წარმოგედი ესწრებოდა, თუმცა პარალელურ რეჟიმში 4 ღონისძიება მიმდინარეობდა ბიზნესში. საპარლამენტო ფორუმი იყო, სწორედ ამ სამიტისთვის მიწყვლედი, რომელიც მონაწილეებს მე ვიყავი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი და ასევე ბიზნეს ფორუმი. სადაც ძალიან ბევრი საქართველოს წარმომადგენელი იყო დაახლოებით 100 ადამიანი იყო ჩასული მხოლოდ ამ სამოქალაქო და ბიზნეს ფორუმებზე განსამთავრებლოები ეცვლოდა მსოფლიო ბიზნესმენები ვილნიუსში. საპარლამენტო დელეგაცია და სამთავრობო დელეგაცია. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა, არაფერი განსაკუთრებული რა თქმა უნდა ხა იქ არ მოხდა იმიტომ რომ პრინციპში ყველაფერი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მანამდე მოხდა ვილნიუსი უფრო მეტად სიმბოლური ღონისძიება იყო თუმცა იმის გამო რაც უკრაინაში ხდებოდა რა თქმა უნდა ამ სამიტმა ყველა ფორუმმა რომელიც იქ გაიმართა სამიტის პარალელში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და პრინციპში დისკუსიები ძირითადად დომინირებული იყო უკრაინის თემით სამწუხაროდ ეს უკრაინის თემა დარჩა უკრაინის თემად და ძალიან მცირე დოზით ან საერთოდ არანაირი დოზით გააჩნია რომ უფრო ვსაუბრობთ არ გადაიზარდა უფრო დიდ და რეალური პრობლემა სადაც იყო იმ თემაში ანუ ეს რუსეთზე დისკუსიაში არ გადაიზარდა და დარჩა რაღაც იზოლირებულად უკრაინის იანუკოვიჩის პრობლემაზე საუბრის თემა მიუხედავად იმისა რომ ბევრ გამოსვლას ამის მცდელობა ჰქონდა როგორც საპარლამენტო ფორუმზე ასევე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე ამ ხრივად მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემა ახლა ვილნიუსის სამის თავისთავად გოგიმეთის დაიწყო მე ვფიქრობ რომ ეს კითხვა სულ უფრო და უფრო აქტუალურდება საქართველოში ოღონდ არა იმდენად და არა ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილში უბრალოდ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების ნაწილში რამდენადაც უფრო ფართო საზოგადოებაში მოუწყვეტი სულ უფრო და უფრო მეტად გახშირდა და გახშირდება და კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევაყენებია დისკუსიები, სკეპტიკური კითხვები, სკეპტიკური საუბრები იმის შესახებ რომ აღარაც გვაძლევს ევროკავშირი ასარგებელი გვაქვს ევროკავშირიდან სულ უფრო და უფრო ჩემის აზრით მომხილველი გახდება წინადადებები ჩვენი ჩრდილოეთი მეზობლისგან მე ვფიქრობ რომ პუტინის ვიზიტი ერევანში სწორედ ეხლა სულაც არ იყო შემთხვევით ან ძალიან დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ღონისძიება რომელიც ეს შემთხვევით მოხდა რომ იმ დღეებს დაემთხვა და თქო უნდა ეს ძალიან კონკრეტული გზავნილების მატარებელი იყო ყველასთვის მათ შორის საქართველოს საზოგადოების ფინანსებისთვის რომელმაც უკვე დაიწყო იმაზე საუბარი რომ აი თუ რუსეთთან მეგობრებთან პრეზიდენტიც ჩამოვა და შესაბამისი პაკეტითაც ჩამოვა, რომელიც უფრო მეცადებელს მოგვიტანს, მაგრამ მე
ციხამ დარბაზშია შეკრებილი და სხვა დარბაზებში იქნება ხოლმე და ამ თემებზე ვსაუბრობთ. ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენ მხრებზე უნდა გადაიაროს ამ ბრძოლამ ქვეყანაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იმისათვის, რომ არც ერთი ნაბიჯით არ მოხდეს ჰიპოთეტურადაც კი უკან დახევა, თეორიულადაც კი უკან დახევა იმ გზიდან, რომელიც ჩვენ ამჭერთ. მე ვფიქრობ, რომ ისედაც ძალიან მძიმე წელი გველოდება, მე ვფიქრობ, რომ სოჩის შემდეგ ძალიან დამძიმდება მდგომარეობა, ძალიან გააქტიურდება რუსეთი, მანამდე დღეს მას სჭირდება, რომ იყოს სანდო, კეთილსინდისიერი, რაღაცა წესიერი პარტნიორი, როგორ ახერხებს ეს მეორე საკითხი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მათ ინტერესებშია, რომ სოჩის ოლიმპიადამდე განსაკუთრებით არ გააღიზიანოთ დანარჩენი სამყარო, მაგრამ ნამდვილად ეს მოტივაცია მათ აღარ ექნებათ იმის შემდეგ, რომ ისეთი განსაკუთრებული იცის კაბადოზე აღარ ჩანს ახლო მომავალში, ყოველ შემთხვევაში შემოდგომამდე მომავალი წლის და სამაგიეროდ შემოდგომაზე მომავალი წლის არის ლონდონის ნატოს სამიტი, რომელიც მეორე ნიშნულია მათთვის სწორედ იმისთვის, რომ გააქტიურდნენ და უფრო მეტად აჩვენონ, თქვათ, საკუთარი მისაღებები და სურვილები ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მთელ რეგიონში. სწორედ ამიტომ და სწორედ ამ ფონზე გაცილებით უფრო სახიფათო ხდება ნებისმიერი გააქტიურება ქვეყნის შიგნით, უკვე ასეთი იქნება ამ მიმართულებით და გაცილებით უფრო მეტია პასუხისმგებლობა ყოველ ჩვენგანზე, რომ მე მგონი ის დრო, როდესაც მე პირადად მე არ ვცხოვრობ სასწავლო ვიყავი, მაგრამ ის დრო, როდესაც მე ხშირად ვიდი ხოლმე, რომ არ არის საჭირო ყველაფერზე პასუხის გაცემა და გავატაროთ, გარკვეულწილად დამთავრდეს და ძალიან მიზანმიმართულად, სისტემურად გეგმაზომიერად ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული, თავი არ უნდა ავარიდოთ არც კითხვებს და არც შემოტევებს, იმიტომ რომ აგრესია მაღალია, ჩვენ გარკვეულწილად რაღაც პასიურ მდგომარეობაში გადავედით რაღაც მომენტში და ვთქვით, რომ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ამიტომ ეხლა ამას არ ავყვებით, უჯობესია საქმე გავაკეთოთ მინუსად და მივედით მინუსად. ეს ეტაპი გავიარეთ. ეხლა სწორედ ის მომენტია ჩემი აზრით, როდესაც უკვე აქ შიგნითაც განსაკუთრებით უნდა გააქტიურდეს ყველა ის ძალა, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, რომელიც გულწრფელსაც ჯერა, რომ სხვა შანსი უბრალოდ არ აქვს, სხვა გადარჩენა არ აქვს, სხვა არჩევანი არ აქვს. და ეს არ არის რაღაცა იძულებითი ნაბიჯი, ან სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ეს არის ძალიან ბუნებრივი მდგომარეობა, რომელშიც ვართ და რომლიდანაც უნდა მივიღოთ ძალიან კონკრეტული შედეგი. ეს წელი ძალიან საინტერესო იქნება, ასევე ვახსენეთ ლონდონის სამიტი, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ განსაკუთრებით ამერიკელებთან იმისათვის, რომ კონკრეტულ დღის წესებზე შევთანხმდეთ, რა ტიპის მოლოდინი შეიძლება არსებობდეს ლონდონის სამიტი და მე პირადად მგონია, რომ იმ ფონზე თუ კი სწორედ ამ სამიტის ზუსტად წინ ან ცოტა მერე, მაგრამ იმ დროის იმ მონაკვეთში ხელშეკრულებების ხელმოწერა მოხდება, ეს არის საკმარისად მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ ნატოსგან გაცილებით უფრო მეტ ველოდოთ ვიდრე უბრალოდ ხარჯად განცხადებებს და გულშემატკივრის პოზიციას. მე ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს მას. ამაში უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არანაირი პირობა არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ვარიგვითხრან, მაგრამ ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ ერთია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც ყველაზე უფრო აქტიურად მოგვიწევს მუშაობა ამ წლის განმავლობაში, რომ რეალური შედეგი მივიღოთ, რეალური ხელმოწერა მოხდეს დოკუმენტზე ლონდონის სამიტზე და ეს არ იყოს მორიგი, კარგი განცხადება, რომელიც ცალკეულ ფრაზებსაც ამოვიღებთ, Facebook-ზე სტატუსებად დავდებთ და ბედნიერი ღიმილის მაიმიკებს დავუსვათ შემდეგ და ვიქნებით კმაყოფილი. გარდა ამისა, ერთ-ერთი თემა, რომელზეც ხშირად არის დღეს ხშირად იყო საუბარი, დღეს გახდა განსაკუთრებით აქტუალური არის ის შიდა რეფორმების ის წესრიგი, რომელიც ჩვენ ერთგვარ საშინაო დავალებათაც გვაქვს ევროკავშირიდან და უფრო მეტი მე ვიტყოდი ჩვენი საკუთარი საშინაო დავალება არის, რომელიც ჩვენ თვითონ ჩვენ თავს მივეცით გასული წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად. და ამ გზაზე რამოდენიმე მნიშვნელოვანი მაილსტონი როგორ ეკრატულად. ხო, კუთხედი არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი წინაღობა იქნება ჩემის აზრით, რომელიც თუ ვერ გადავლახეთ რო გადავლახავთ ამაში დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვერ გადავლახეთ დანაკარგების გარეშე იქნება ძალიან მძიმე. ეს არის ერთის მხრივ თანასწორობის თუ ანდისკრიმინაციული კანონი, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს და რომელიც რომელსაც აბსოლუტურად არანაირი მიზეზი და საბაბი არ შეიძლება მოეძებნოს
საქართველოს უარის თქმისთვის, საქართველოს ხელისუფლება თვალსაზრისით ძალიან სწორხაზოვანია, ასე ვთქვათ, არ არსებობს განსხვავებული აზრები, მე გულისხმობ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღებებს, ბუნებრივია, ვინც იღებს ამების გადაწყვეტილებებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პროცესი იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ჩემის აზრით და მეორე ეს არის თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც ასევე ჩემი აზრით არის ყველაზე მთავარი გზა თავისუფლებისკენ, რომელზეც ჩვენ როგორ გავივლით, ძალიან ბევრი რამის მაჩვენებელი იქნება. რამდენად აღმოჩნდებით მზად, რომ ვენდოთ საკუთარ მოსახლეობას, ავიდეთ ეს რეალური დეცენტრალიზაციის გზით. ერთხელ სამუდამოდ ვთქვათ, რომ არ არსებობს არც ერთი სუპერჭკვიანი ადამიანი ცენტრში, რომელსაც ყველა კითხვაზე პასუხი აქვს, რომელსაც ზუსტად იცის საპრემიერ კანონიზაციის რომელი მილია შესაძლებელი. სამწუხაროდ ამ დონეზე არის დისკუსია. სამწუხაროდ უფრო რაღაც დიდ თემებზე არც კი ვლაპარაკობთ, ხო? ესეც კი სადისკუსიოა და ესეც კი პრობლემური აღმოჩნდა, როგორც დღეს გავარკვიეთ. ეს დიდწილად განაპირობებს და აჩვენებს იმას, საერთოდ რამდენად ვართ მზად სახელმწიფოსთვის და მოქალაქის და ხელისუფლების ურთიერთობის ჩვენი მოსახლეობის მოქალაქეება დახმისთვის და იმ პასუხისმგებლობის მატარებელ ადამიანებად დახმისთვის, რაც ამ მოქალაქეობას მოყვა. და მესამე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემის აზრით კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც უნდა გავატაროთ ქვეყანაში. ეს გარკვეულწილად რა თქმა უნდა თვითმმართველობის რეფორმასაც უკავშირდება, მაგრამ არა მხოლოდ. და ის საკონსტიტუციო კომისია, რომელიც პარლამენტმა შექმნა და რომელმაც ერთი წელი უნდა იმუშაოს, სწორედ ამას ემსახურება, რომ პრინციპში ჩვენი გადასახედიდან და ჩვენთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე, იმედი მაქვს, რომ გამოგვივა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენს გვერდში იქნება. ეს უნდა იყოს რევოლუციური რეფორმა. ჩვენ უნდა პრინციპულად განსხვავებულად მოვაწყოთ ჩვენი ქვეყანა, სწორედ მოქალაქეებისადმი მეტყობაზე და მოქალაქეებისადმი მეტ პატივისცემაზე უნდა მოვაწყოთ ქვეყანა და არა სუპერმენებზე, რომლებიც ეს ერთი იქნება, ორი თუ შვიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ახლა დღეს მაგალითად, კი ბატონო, აღარ ვართ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში, ტერმინებით თუ ვილაპარაკებთ ჩვენთვის პირადად რესპუბლიკელებისთვის სასულიერო და საოცრებო საპარლამენტო რესპუბლიკა, კონდეს ტყუილი არა. ეს კი ტერმინებით და სახელებით ესეა, მაგრამ სინამდვილეში გვაქვს საპრემიერ-მინისტრო რესპუბლიკა ახლა და არა საპარლამენტო. ცოტათი ეს გავასწორეთ იმ ცვლილებით, რომელიც გახდა შესაძლებელი პარლამენტში ამ შემოდგომაზე, მაგრამ ეს ვაში წვეთია, ბუნებრივია. და არც არავის აქვს იმის სურვილი, რომ თქვათ მეორე უკიდურესობაში გადავარდეთ ახლა და სუპერ საპარლამენტო, ანუ პარლამენტის თავმჯდომარის რესპუბლიკა მივიღოთ, სადაც უკვე ეს მეორე მხარეს იქნება გადაწოლილი ყველაფერი და სხვას არავის არაფერი არ მოეკითხება. მე ვფიქრობ, ეს სამი ძირითადი თემაა, რომელზეც დღეს ჩვენ ყველა ერთად თუ არ ვიბრძოლეთ, საკმაოდ ბევრი დანაკარგებით დავასრულებთ ამ პროცესს, ძალიან მწვავე იქნება დისკუსიები, ეს კარგია, მაგრამ დღეს ვიღაცას ვეუბნებოდი, რომ ნამდვილად არ მინდა პირობითად რომ ვილაპარაკოთ, ხას უსვამთ პირობითად ვამბობ, 17 მაისები ვნახოთ ამ თემატიკის გამო ქვეყანაში სხვადასხვა ქალაქებში და სხვადასხვა შენობების წინ. იმიტომ რომ ეს როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს პროცესი, სულ ყველაზე იდეალური კანონიც რომ მივიღოთ, ეს უბრალოდ იმას აჩვენებს, რომ საზოგადოებაში ძალები არსებობენ, რომლებიც არ არიან ამისთვის მზად და შენ არ ხარ ევროპული საზოგადოება და ევროპული სახელმწიფო, მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლება გყავს დღეს ესეთი, რომელსაც უნდა რომ კარგი ანტიდისკრიმინაციული კანონი იყოს, თუ ვერ მოვახერხეთ, რომ მაქსიმალური კონსენსუსი გქონდეს საზოგადოებაში. ეს არ იგულისხმება, რომ ყველა ადამიანს დავარწმუნებთ, ბუნებრივია და არ არსებობს ქვეყანა, სადაც ჰომოფობები არ ცხოვრობენ, სადაც მაგალითებაში ჩაძობეთ სიტყვას დაუცრებლები ხდება იმედად გაძლიერდა ემერჯენტ ექსტრემისტული ძალები, მაგრამ გააჩნია რა პროპორციებზე. კი ბატონო, მაგრამ გააჩნია რა პროპორციებზე ვლაპარაკობთ, გააჩნია კიდევ ქვეყანაში რა არის წამყვანი დისკურსი. იმიტომ რომ ერთია შედის გულში რას ფიქრობ და სახშირად ვლაპარაკობ, მაგრამ მეორეა, როდესაც გამოდიხარ და ამაზე საჭირო ვლაპარაკობ და თან იმის განცდაც არ გაქვს, რომ რაღაცა ცუდი ამბავია ეს და მოდაში არ არის მოკლედ აი ამ დონეზე ვართ, რომ ეს ამბავი მოდაში არ უნდა იყოს საქართველოში, ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ საქართველოში, ხმამაღლა და ამაღლად, იმიტომ რომ უხერხული უნდა იყოს, მარგინალური უნდა იყოს ასეთი აზრები და დანარჩენ რა თქმა უნდა ყველას პატივისცემთ მის აზრებში და არავის რეპრესიას არ ვაპირებთ ხა და რაიმე ასეთი მოდის პულისთვის ევროკავშირი არ ვიდა რა
მოდის არ გავაცვათინებ. მეც რამდენჯერმე მინდოდა რაღაც მეკითხა, ნუ გავაცვათინებ. დავამთავროთ და იქნება საშუალება რომ კი, ფაქტობრივად დავასრულე, მოდის გულისთვის არ გვინდა ევროკავშირი, ევროკავშირი გვინდა და ეს მოდული უნდა გავხადოთ. ეს ორი სხვადასხვა არის. მე არ ვიყავს რომ მოდის გულისთვის გვინდა ევროკავშირი, მე ვამბობ რომ ევროკავშირი გვინდა და ეს უნდა გავხადოთ მოდული, ეს უნდა გავხადოთ მოდული ახალგაზრდობისთვის, ეს უნდა გავხადოთ ჩემი მშობლების თაობისთვის, ჩემ თაობაში, ჩვენ თაობაში, უბრალოდ ყველა დაახლოებით ეს არის ვარ, მე ამ ხელ ყველაზე ნაკლებია პრობლემა. ეს ყველაზე ესე სულ კატეგორიაში ვიყავ. პრინციპში ეს არის თქვაც მინდა და უფრო ბუნებრივია სასეირნოება კითხვებზე კი პასუხობთ პროგრამის საინტერესო. რა თქმა უნდა, კითხვები იქნება მეც მინდა რაღაც ვიკითხო ეკონომიკასთან დაკავშირებით და რას უხსნით თუ არა საზოგადოებას რა პრობლემები იქნება ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ პირდაპირ ჩემ მომხსენებლებს ვთხოვოთ, ალბათ ქალბატონ ელენეს ხოშტარიას უშიცინ ჩვენ ჩავწერეთ გადაცემა ამ თემაზე და ალბათ საინტერესო იქნება ურთიერთობაზე ვისაუბროთ ხელისუფლების და საზოგადოების რამდენად იცის საზოგადოებამ რას თავაზობს და რას მოითხოვს ევროკავშირი მისგან, ხო რომ ის მზად იყოს და შოქით რაღაც აგვისტოში და ივლისში არ გაიგოს რაღაცეები მოულოდნელად. მადლობ ეს კონკრეტული ჭრილია რომელიც შემოთავაზდა საზოგადოებაში აქ მან საკითხების ნაწილია უფრო დიდი თემის პირველ რიგში მე არ მგონია რომ ყველა ქვეყანაში მაგალითად ერკვევიან ან ევროპულ ტერმინოლოგიაში ან ევროპულ რეგულაციებში და არ მიმაჩნია რომ თქვა მაინდა-მაინც ყველგან უნდა ერკვეოდნენ ყველა ნიუანსში ამ პროცესის თუმცა ფუნდამენტური თქვა ცვლილებები ამოსდევს ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იყოს დისკუსია და გარკვეულწილად წინა ხელისუფლების ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი შეიძლება მათ შორის იყო ის, რომ რა თქმა უნდა ეს იყო უფრო ლოზუნგური დეკლარატიული პროცესი, სადაც დისკუსია, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა და მე თვითონაც როცა მქონდა თქვა შეხება სტუდენტებთან რაღაც ესეთ შეხვედრები და ხაზგასმით ვიძახდი რომ შეგიძლიათ დასვათ კითხვა მათ შორის ის რომ რუსეთი თუ ევროკავშირი და ამაზე გახსნილად ვისაუბროთ. იმიტომ რომ ზუსტად უნდა ისმოდეს ადამიანს რომ არჩევანი გაქვს არა რუსეთსა და ევროკავშირის შორის, არამედ თავისუფლებასა და მონობას შორის და ამიტომ ეს ბევრად უფრო მომგებიანია კონკურენტულ გარემოში, ბევრად უფრო აღვირე რა თემაზე მოიგო ლაპარაკში ვიდრე უბრალოდ გააჩუბო ეს თემა. ამიტომ რა თქმა უნდა გარკვეული და აქ ევროკავშირთან მიმართებაში რომ დავანებოთ რაღაც იდეურ არჩევანს თავი, რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი ეკონომიკური თემა, არც თუ ისე მარტივი, თუმცა აქაც არის ძალიან კონკრეტული პასუხები, პასუხები თან უკვე გარკვეული შედეგების დემონსტრირება შეიძლება ჩვენი მეგობრების მხრიდან ვინც გაიარა მსგავსი პროცესები და რა თქმა უნდა ამ ეკონომიკურ თემებზე, სოციალურ თემებზე მათ შორის იმის თემაზე მოგვიწევს თუ არა რომ არ ვიცი წვადი გახდა ეს რაღაცა გარკვეული ფორმის, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია, არ მარტო ეკონომიკურად, არამედ მენტალურად. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ, ამ ყველაფერზე არის პასუხი და მე ვფიქრობ, ამ ყველაფერზე საუბრის დრო მალე დაიწყება საზოგადოების მიერ. ჯერჯერობით სამწუხაროდ ჩვენ არა ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ რაღაცა თავისუფალ გარემოში ვაკეთებთ ამ არჩევას და მე თუ კითხვა ჟღერს ესე რომ შედგა თუ არა ქართული ევროპული არჩევანი საქართველოში რამდენიმე ნაწილად მინდა გავყო ძალიან მოკლედ ვიტყვი სქემატურად და მე ვთქვათ შეიძლება ვისაუბროთ ერთს ვიხუმრებ სანამ ამაზე გადავალ რომ ძალიან ხშირად ჩვენი ესტონელი ან ლიტველი მეგობრები გვეუბნებოდნენ რომ ევროკავშირში და ნატოში შეხვდეთ მაშინ როდესაც უკვე მოგბეზდებათ ამაზე ფიქრი და ოცნებაც კი მე მგონი ამაში გარკვეული ლოგიკა არის იმიტომ რომ ეს არ მოხდება მე ყოველ შემთხვევაში ამაში დავწუნდი არ მოხდება რაღაც ესე პომპეზურად ერთ დღეში უცებ და ეს არ იქნება რა თქმა უნდა გარკვეულება იქნება ერთ დღეში, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ მრავალმხრივი ასე ვთქვათ რთული პროცესი. რა კომპონენტებისგან შედგება ჩემი აზრით ეს ევროპული არჩევანი. პირველი ეს არის მენტალური, შემდეგი თუ არა მენტალურად სახელმწიფოთ, რომელიც არის ევროპული სახელმწიფო. მეორე ეს არის ინსტიტუციური, სადგევარი ინსტიტუციური თვალსაზრისით ამ ინტეგრაციაზე. მესამე ეს არის პოლიტიკური, იმ კუთხით თუ დიპლომატიურ პოლიტიკური, ანუ შიდა რეფორმების თვალსაზრისით და
გარეთ თქვა ძალისხმევის თვალსაზრისით რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის და სადგელად და მეოთხეს ცალკე გამოყოფი შეიძლება იყოს თქვა პოლიტიკური ნაწილი, მაგრამ ცალკე გამოყოფი ეს არის უსაფრთხოების საკითხი, იმიტომ რომ პრაქტიკულად უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე ყველა ეს წინა ფაქტორი შეიძლება უბრალოდ ჩაიყაროს წყალში სამწუხაროდ ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ვერ შედგეს. თუ ახლა მივყვები მოკლედ ყველა ჩამოთვლილ ფაქტორს მენტალურად რა თქმა უნდა საბჭოთა წარსულიდან თუ ფორმალურად ისტორიაში რო წავიდეთ რა თქმა უნდა ნახეთ რო დავიწყოთ იმით რომ შუქნიშანზე ჯერ კიდევ ყველას ვერ გაურჩევია ფერი რომელზე უნდა გადავიდეს აქედან დაწყებული და ამ ბევრი საკითხები დამთავრებული რაც დღეს მოვისმინეთ მაგალითად იგივე პატრიარქის მხრიდან და აღსაუბროთ თქვა ტაბურეტკაზე რა თქმა უნდა მენტალურად არა ვარ ჩემგარი როგორც ევროპული სახელმწიფო და მეტიც წარმოდგენები ვთქვათ ევროპაზე ზუსტად რა არის ეს ვთქვათ არის თუ არა ეს მართლა რაღაცა ჩვენი ტრადიციების შემლახველი თუ არ არის შემლახველი საერთოდ რა არის ქართული ტრადიცია ამაზეც კი რაღაცა გარკვეული იდენტური გამორკვევის პროცესში რა თქმა უნდა ვიმყოფებით თუმცა მე არ ვყურებ ამ პროცესს დრამატულად და მიმაჩნია რომ იმ პოლიტიკური და უსაფრთხოების ინტეგრაციის პირობებში აბსოლუტურად მოგვარებადია ეს საკითხებიც შესულან არ დავასახელებ ქვეყნები ევროკავშირშიც და ნატოში მაგალითად სადაც თირკმელებით ვაჭრობა იყო GDP-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კომპონენტი მაგალითად მე არ მინდა რომ ჩვენი თამასა იყოს ესე დაბლა რა თქმა უნდა მაგრამ მიმაჩნია რომ უსაფრთხოების და პოლიტიკური პრობლემების მოგვარება ამ მენტალურ გააზრებასაც განათლების შესაძლებლობებს უბრალოდ თვალსაჩინოს გაფართოვებას და ამ წარმოდგენების ჩამოყალიბებას ძალიან ხელს შეუწყობს ხელს ანუ მენტალური გარდაქმნა საზოგადოებაში არის ბევრი სტრუქტურული და მენტალური გარდაქმნა საზოგადოებაში სადაც ვიზები მაგალითად არის ახსნით ეს სწავლის შესაძლებლობა არის ბევრად მეტი რა თქმა უნდა ვთქვათ ხდება უფრო სწრაფად ამიტომ მიმაჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ჯერ იქ არა ვართ გარკვეული წინსვლა არის ჩემ ბავშვობაში მე მახსოვს მაგალითად რომ ვთქვათ რაღაცა დისკრიმინაციული ბნელი რასაც დღეს სავარაუდოდ განცხადებები იყო ბევრად უფრო ფართე ანუ ბევრად უფრო მიღებული დღეს უფრო სირცხვეა მოდურობაზე თუ საუბრობ მაინც უფრო სირცხვეა რაღაც თემებზე ლაპარაკი დღეს ვიდრე იყო მაგალითად 10 და 20 წლის წინ მამაჩემთან იმ დღეს ჰქონდა ძალიან დიდხნიანი კამათი რატოა ერთწლიანი ქორწინება მაგალითად უნდა იყოს მე მიმაჩნია და ეს კამათი თავისთავად ეს კამათი იყო ჯანსაღი იმიტომ რომ გახსნილი კამათი იყო და თქვათ რაღაც ბევრზე ვისაუბრე მამაჩემ მომაყარდა როგორც პიროვნება არამედ როგორც განსხვავებული ასაკის თქვათ მიდგომები ამ საკითხებზე და მიმაჩნია რომ ამ ხრივ მენტალურად მიხედვით იმისა რომ არა ვართ სერიოზული პროგრესი და ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს და ამას ალბათ ხელს შეუწყობს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით შექმნილი პირობა, რომ ამაზე იყოს საჯარო დისკუსიები. მეორე ინსტიტუციებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ასოცირების ხელშეკრულება, ეს არ არის არავითარ არანაირი შეუცვლელი მომენტი ჩვენ ინტეგრაციის თვალსაზრისით, ანუ არაფერში არ ავალდებულებს ფორმალ ინსტიტუციურად გულისხმობ, არაფერში არ ავალდებულებს ევროკავშირს და ხვალე შეიძლება ეს პროცესი შემოგვონდეს. არანაირი 59 მუხზე იყო ბევრი სპეკულაცია ითვალისწინებს თუ არ ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულება 59 მუხს თავისთავად ძალიან ცუდად დაიწყო ეს სპეკულაცია საჯარო სივრცეში და არც არავინ აპირებდა 59 მუხის მაინდა მეც ესე ჩაწერეს იმ დეკლარაციაში მაგრამ თავისთავად ნამდვილად 59 მუხს აი ესე მუხს თავიდანვე კონკრეტულ გაწევრიანების პერსპექტივას ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ არ გვთავაზობს და მით უმეტეს ჯერ ეს ხელშეკრულება ხელმოწერილიც არ არის. თუმცა ჩემი აზრით ინსტიტუციურზე უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ჩართულობის და პოლიტიკური ასე ვთქვათ კომიტმენტი, რასაც ქვია, აი ეს ხარისხი ევროკავშირის მხრიდან, რომელიც დღეს ასოცირების, მათ შორის რუსეთის აქციების გამო ასოცირების ვილნიუსის სამიტზე გახდა ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე თავისთავად ეს ასოცირების პარაფირება გულისხმობდა. ანუ პოლიტიკური მნიშვნელობა ამისი კიდევ უფრო გაიზარდა, ვიდრე ინსტიტუციურად შეიძლება ამისგან მოლოდინი მქონოდა. ეს ერთი და მეორე ინსტიტუციურსაც შეეხება ჩვენ ვახდენთ მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც ამას ძალიან ინტენსიურად ვაგრძელებთ სხვადასხვა კომპონენტებში ევროკავშირის და ნატოს ესე ნაბიჯ-ნაბიჯ ხელის ფეხის შედგმას
და ინტეგრირებას. იქნება ეს კრიზისის მართვაში ჩვენი ჩართვა, თუ იქნება ეს რაღაცა საიდუმლო ინფორმაციის მიმოსვლის სისტემაში, თუ იქნება ეს რაღაც საგანგებო სიტუაციების მართვაში, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მე ყველასფერო არც ვიცი, მაგრამ მუდმივად ეს არის უკვე რუტინული პროცესები, მუდმივად ხდება ჩვენი სხეულის ცალ-ცალკე ნაწილების შესვლა ამ პროცესში. მეტიც მე ვიტყოდი და ეს მე ჩემ თავზე გავიარე და ეხლა ალბათ თქვა დღევანდელი ბიუროკრატიაც ამას ნახავს. ხდება ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური თუ რაღაც ესეთი გაცნობა და შერწყმა ამ ბიუროკრატიების, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რაღაცა პერიოდის წინ ქართველი ძალიან ველურად გამოიყურებოდა ელემენტარულად ევროკავშირის და ნატოს კორიდორებში, მათ შორის მეც, იმიტომ რომ არ ვიცოდი რაზე დამეჭირა ხელი, ყველაზე მარტივი რო თქვა და მე არ ვიცოდი როდის გამეღიმა, რაზე მე თქვა მადლობა და ასე შემდეგ. ძალიან ელემენტარულია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რაღაცა ჩვევების დონეზე გადადის, მაგრამ ეხლა ეს ისეთი მაგალითები მომაკუთვნილებული, მაგრამ მართლაც ის ენა როგორ ლაპარაკობენ, სტილი, საქმიანი მიმოწერა, ასე შემდეგ, ანუ ბიუროკრატიების შეზრდის პროცესის მიდის, რაც არ არის ეს მეორე პლანის მოვლენა, მაგრამ არ არის, ასე ვთქვათ, უნიშნელო, როდესაც ეს შეზრდა ხდება. პოლიტიკურ, ანუ ინსტიტუციურზე ვარ საკმაოდ ადრეულ ეტაპზე შევაჯამო, თუმცა ეს ინსტიტუციური ნაბიჯების, ამ ინსტიტუციური ნაბიჯების გავლა არის პოლიტიკური პროცესის თავმზდები და აბსოლუტურად ფორმალურად შეიძლება მოხდეს იგივე მაპის მიღება და გაწევრიანება. შვედეთზე იყო ლაპარაკი, რომ მოინდომოს ნატოში გაწევრიანება, საერთოდ, ასე ვთქვათ, ან საერთოდ არ დაჭირდება მაპი, ან 6 თვეში გაივლის ამ მაპს. ამიტომ ეს ინსტიტუციური პროცესი არის თავმზდები და მეორადი პოლიტიკური პროცესისა. პოლიტიკური პროცესი რაც შეეხება რა თქმა უნდა, აქ არის შიდა პოლიტიკური ამოცანები, ქალაქ მთინამ ნაწილობრივ ვისაუბრო, მე დავამატებდი პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის თემას, რაც არის ერთ-ერთი, ვთქვათ, იყო 11 წლის განმავლობაში ერთ-ერთი გასჯისაგან იგივე ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მე გამოვდივარ იქიდან, რომ არანაირ საბაბს, მათ შორის ამ თემაზე, ხელისუფლება არ მიცემს იგივე სკეპტიკოსებს, თავი რო დავანებოთ, იზავს თუ არ იზავს რაღაცას არასდროს, საბაბსაც კი არ მისცემს, რომ ეს საერთოდ გახდეს სალაპარაკო რაღაცა შიდა პოლიტიკური პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ დღეს რაც ხდება, საქართველოს რაც ჩვენ გვაქვს შანსი, ესეთი შანსი, მართლა ისტორიული შანსია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილებამ არათუ არ გამოიწვია კურსის ცვლილება, არამედ გაამყარა ეს კურსი და აი ამ ცვლილების შემდეგ ამ მომენტის დაკარგვა რაღაცა ვიწრო ინტერესების გამო ვიღაცის, იქნება ეს გამართლებული ბოღმა თუ რეალურად რაღაცა დაპირისპირ დაძლევა ამ რაღაც დაპირისპირების, რა თქმა უნდა, იქნება ისტორიული შესწავლა. ამიტომ ეს პრობლემა უნდა ხელისუფლებამ რა თქმა უნდა მოაგვაროს და არავის არ დაუწევოს თაბეჭდილება, რომ ჩვენთან ხდება შერჩევის სამართალი ამ პოლიტიკური დევნა და ეს გამოწვევაც იმ საკითხებთან ერთად, რაც ქალაქ მოთინამ ისაუბრა და რა თქმა უნდა დისკრეტად კანონი